მე ვარ სოსო ილარიანე. დღეს წარმოადგინე ერთ-ერთი ნამუშევარი სახელწოდებით სიყვარულის ქარიშხალი. მინდა რომ ყველა ჩვენს გულებში და მთლიან საქართველოში მოგოქროვდეს სიყვარულის ქარიშხალი. მაქვს ცხინვალის სამხატვრო სკოლა დამთავრებული ტექნიკუმი და ამჟამად ვარ სამხედროებერი მესაზღვრე. ეს შედი გზნობა შეუდარებელი სიტყვებით ვერ გადმოსცემ და აი რამდენ საქმესაც ამ მოეჭიდო ხელოვნება ისეთი რამე არის რომ ვერაძროს დაივიწყე. დიდი ხანი აღარ მიხატია მართალია. ასე 2002 წლიდან აღარ მიხატია. მაგრამ არც დამვიწყები ეს ახლა. ანუ მარტო ბიზროს სულ ისა გაქვს მოთხოვნილება გიჩნდება რომ რაღაც დახატვი რაღაც შექმნა გააკეთო. მე ვარ მიცოფუცელაძე 19 წლის გორიდან ხატვა დავიწყე სადღაც ასე 9 წლიდან უკვე პროფესიონალურ დონეზე და უკვე დავიწყე სამომავლოდ კარგად შესწავლა რომ ეს ყველაფერი უკვე პროფესიად მეკცა ძალიან არაერთ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ძირითადად პეიზაჟების ხატვა მიყვარს მაგრამ ვცდილობ რომ ყველაფერი უფრო კარგად შევისწავლო და არ ვიყო რაღაც ერთი მიმდინარეობის მხატვარი. გამარჯობა, მე ვარ მარიამ ყარმაზანაშვილი. უკვე რამდენიმე წელია ველებ ამ გამოფენებში მონაწილეობას. მაქვს გაგზავნილი ნახატები იტალიაში. ეს ნახატიც იტალიაში უნდა გავაგზავნო. მე მინდა რომ მხატვარი გამოვიდე, ფერმწერი, მაგრამ ასევე მინდა დიზაინერობა. ნახოთ რომელი კუთხით ხატვა დავიწყე 2 წლიდან. სტუდიაში ხატვა კი პროფესიონალურად 4 წლიდან. მე გავაგზავნე და ახლა მამაჩემთან ერთად ვხატავ ხოლმე. კატალოგებს და სერტიფიკატებს იცით რომ ჩვენს გამოვიდეთ ხოლმე საზღვარგარეთ და მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის კატალოგები და სერტიფიკატები და სპეციფიკულებს კიდევ ახარებს ხოლმე გამოვიდეთ. სერტიფიკატი გადაეცემა მხატვარს ქეთევან მეს. ქალბატონო ქეთი გილოსა. სერტიფიკატი გადაეცემა მხატვარს მარიამ ყარმაზანაშვილს. სერტიფიკატი გადაეცემა მხატვარს როცა ფუცელაძეს. სერტიფიკატი გადაეცემა მხატვარს სოგრატ ილარიანს. სერტიფიკატი გადაეცემა მხატვარს მინო მერაბეშვილი. მე ვარ მინო მერაბეშვილი მესხეთიდან. ხატვა დავიწყე 2000 წლიდან. უფრო სწორად ბავშვებიდან ხატავდი, მაგრამ განვაახლე მაგ წლებში. მანამდე მედიცინით ვიყავი, კიდევ დაკავებული, მუშაობდი კიდეც.
ხო და დღევანდელ გამოფენაზე ჩემი ნამუშევარი ეძღვნება ემიგრანტებს, რომელსაც სახელწოდება აქვს 9-მთა სიქით. აი სამშობლოდან მოწყვეტილები რა დონეზე რა სივრცეც არ უნდა იყოს, რაოდენ მარტოსულად გრძნობენ თავს. დღესდღეობით მათ საქართველოდან გარეთ ვარ. ხო და სადღაც ჩემი განცდებიც მაქვს აქ ჩაქცეული. ჩემი საომავლო გეგმა რა ვიცი პირველ რიგში რომ ისევ დავბრუნდე საქართველოში, უახლოეს დროში მაინც და რაც შეიძლება ვხატო და ვხატო. სერტიფიკატი გადაეცემა მხატვარს სალომე ჩხეიძეს. სალომე წარმატებებს უსმენს. მე ვარ სალომე ჩხეიძე, თვითნასწავლი მხატვარი. ხატვა დავიწყე კორონას პერიოდში, სულ რამდენიმე წელია, როდესაც სახლში მეტ დროს ვატარებდი და აღმოჩნდა რომ რაღაცები გამომდიოდა. შემდგომ ვიღებდი უკვე სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობას, მხატვართა სამყაროს გამოფენებში. ეხლა ხანს გავხდი მხატვართა ლიგის წევრი, მივიღე მოწმობაც და პირველი გამოფენაა, როდესაც ჩემი ნახატი მხატვართა ლიგის გამოფენაშიც მონაწილეობს. სამომავლოდ იგეგმება ასევე მხატვართა შესახებ წიგნის გამოცემა, რომელშიც დაიბეჭდება ჩემი ავტობიოგრაფია და ნამუშევრებიც. აგვისტოს ბოლოს იტალიაშიც გადის ჩემი ნახატი გამოფენაზე და იმედი მაქვს, რომ მეტი წინსვლა მექნება ამ სფეროში. სერტიფიკატი გადაეცემა მხატვარს გულიკო წულუკიძეს. Bravo, público, bravo! სერტიფიკატი გადაეცემა მხატვარს ნატო ხრიკაძეს. ხათუნა სოლგულაშვილი. ეხლა კი ვიზა სიტყვა გადაცე და სიტყვით მოგვესალმება. სამხულო გამოფენის მეორე ეტაპი ბოლოცა გამოფენის გასვლა და აბა კიდევ ერთხელ მოგილოცავთ, ისიამოვნეთ, მომავალ წარმატებებს გისურვებთ. ლეილა ჭედიშვილი და ინვესტიციას ეს გამოფენა. გამოფენები სპეციალურად ჩამოხვედი? კი, სპეციალურად ჩამოვედი. ყოველთვის გაზაფხულდება შემდგომაზე ჩამოვდივარ ხოლმე. მე მიყვარს ჩემს ქვეყანაში გამოფენილი ნახატები, რაღაც სულ სხვა ვერსიებს და ჩემთვის არის ძალიან დიდად ემოციური. ვიღებთ იმისა, რომ ნიუ-იორკში რამდენჯერ ქონდა გამოფენა, არტექსპო და სხვადასხვა ადგილებში, კულტურის ცენტრში, აქ მაინც სულ სხვა ხიბლი აქვს, ისი ჩვენს ქვეყანაში გამოფენა. აი ერთი პატარა ფრაზა მინდა გავიხსენო, რომ ჩამოვდივარ ხოლმე სიმღერაც ადოლექსი, მომენატრე ჩემო თბილის ქალაქო, შენს ქუჩაში ხეტიალი მინდა. აი ასე ხანდახან ესე დავდივარ, აი უაზროთაც კი წავსულვარ ქუჩაში, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა და ეხლა ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ თემურდვალიშვილს, გია მარტოზაშვილს, რომელიც ორგანიზატორები არიან ამ გამოფენის და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემი სახელით და მთელი მხატვრების სახელით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეხლა აქ ვარ ჩემს ქვეყანაში და ჩემი ნახატები არის გამოფენილი ამ დიდებულ ნათალა იაკובიშვილის სახელობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.